სახლში ამდენი ხალხი ხართ. ასე გაგიჭირდათ თქვენი რძლის მოტოკვა. გაჩუმდი. დაო, სიძე საოპერაციოშია? კარგი დაჭიქი. მამა. რა ხდება? ყველაფერი სიმართლეა. ხალხი ტყუილად არ ჭორაობდა. მამა არ გინდა. ღვთის გულისათვის. ჩვენ სიძეს ძალიან უყვარს ჩემი და ასეთ რამეს არასდროს იკადრებს. ეს როგორ მოხდა? ოსმანმა დანა როგორ გაიყარა? ეს მართლობედური შემთხვევა იყო, იქნებ თქვენ ან ზეფერმა აფექტის ნიადაგზე ილიას. ხორცს რომ ჭრიდა დანა აუსხლდა და შემთხვევით გაიყარა. რა თქმა უნდა, ჩვენ სამართალ დამცავები ვართ. ყველა დამნაშავეს ჩვენით რომ ვჭიდეთ, აქ არ ვიქნებოდით. სისულელეს ნუ ამბობ. ოსმან. მადლობა, ღმერთს ცოცხალი ხარ. მოითმინეთ, გაატარეთ. გზა მიეცით. აქ დარჩით. ცოტა ხანში ექიმით შემოვა. თუ რამე დაგჭირდებათ, ხილაკს თითი დააჭირეთ. შენს ქალიშვილს ჩემი მოკლა უნდოდა. მამა ბაჰათინ. ჩემმა საკუთარმა ცოლმა. ჩემზე ხელი აწია. კარგად ვიცი რა დღეშიც იყავი იმ სუბოქი ყოფაქცევის ქალთან. აიჩასთან ერთად. მაინც რა დღეში ვიყავი. ღმერთო. ყველა გაგიჟდით? არაფერია. ვიცი, იფექს რასაც ვუზამ. ყველაფერს პოლიციას ვეთყვი. აქამდე რატომ არ დააპატიმრეს? მას არაფერი დაუშავებია. ხორცს რომ ჭრიდი, შემთხვევით თვითონ გაიყარე დანა. ხო, რა თქმა უნდა, ხორცს ჭრიდი. როგორ არა, ხორცს ჭრიდი. ხორცი გაყინული იყო, დანა კი ძალიან ბასრი. უცებ აისხლითა და შემთხვევით მუცელში გაიყარე. იფექმა შენი ყვირილი რომ გაიგონა, მაშინვე გამოიქცა, შენ კი იატაკზე ეკდე. სისხლში ამოსვლილი. როგორ არა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ზეფერთან დარეკა და საავადმყოფოში ერთად წამოგიყვანეს. მერე ოპერაცია გაგიკეთეს. მუცელზე ნაკერები დაგადეს და ახლა ხარივით ჯანმრთელი ხარ. იოლად გადარჩი. ეს პოლიციელებს უნდა ვუამბო? იფექი ციხეს უნდა გადავარჩინო? რატომ? რისთვის? რატომ უნდა გადავარჩინო ქალი, რომელსაც ჩემი მოკლა უნდოდა? ოსმან, შეცდომას თუ დაუშვებ და ჩემ ქალიშვილს პრობლემები შეექმნება. სიტყვასაც თუ დაძრავ, აქედან ცოცხალი ვერ გააღწევ. გპირდები. იფექი ძალიან ნანობს. ეს აფექტის ნიადაგზე ჩაიდინა. მაგრამ ჩვენს კარგი ვინმე ხარ. რა აღარ იკადრე. ღმერთს მადლობა შესწირდე. ასე ძალიან რომ უყვარ ხარ. ჩვენს ადგილას მსგავსი შემთხვევის შემდეგ ნამდვილი მეოჯახე კაცივით მოვიქცეოდი. პატიოსნად ვიცხოვრებდი და ცოლს ცივნიავს არ მივაკარებდი. ბიზნესი გქონს, ოჯახი გყავს, ყველა გიცნობს, პატივს გცემენ. ოსმან, გემუდარები, მაბადიე. ძალიან მიყვარ ხარ. მაბადიე, ძვირფასო გთხოვ. კარგი, იფექ, გამიშვი, გეყოფა. არ გინდა. გეყოფა, მოიცადე. ილიას. შეუძლებელია, რომ ჩემს სიძესა და აიჩას შორის რამე ყოფილიყო. თანაც როგორ იყო? ნუ ხარ ასეთი მიამიტიასი. აიჩასგან ყველაფერი ამოსაუდნელი. შენ სიძეს კი? კარგად ვიცნობ, მაგრამ გძნობ, რომ არც ის იქნება დიდად სანდო. თუმცა არც იმის სურვილი მაქვს, რომ შევიდე და გამოჯანმრთელება ვუსურვო. ეს ხალხიც რაღაცებს ხლართავს. აშკარაა, რომ ვიღაცამ დაჭრა.
მოდი აქედან წავიდეთ. ან ურაფერში ჩავერევით. ილიას, როგორ შეგიძლია ესი ფიქრო? ეს ხალხიცო რომ გაიძახი. სხვათა შორის ჩემი ოჯახია. დედა შენივით ყველაფრის გაურკვევლად მაშინვე დასკვნა გამოგაქვს. კარგი, ხმას აღარ ამოვიღებ. აჯობებს აქ დარჩე და შენს ოჯახს უთანაგრძნო. ილიას, ეს ახლა შენი ოჯახიც არის. თანაც თქვენსავით ერთმანეთს ზურგს ვერ შევაქცევთ. რა იყო? ტყუილია? ნერმინის წერილიც კი არ წაგიკითხავს. აიჩე წამში გარიყეთ ოჯახიდან. იქნებ ცდებით, მერე? საკმარისია შეცდომა და უშა და მამა შენი მაშინვე გეჩხუბება. იმ წამსვე ზურგს გაქცევს. ხო, ასეთები ხართ. მაგრამ ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით. ხოჩახ, ბრავო. რაც არის იმაზე არ უნდა ილაპარაკო. და კიდევ, ნერმინის თემას აღარასდრო შეეხო. მამა, დარწმუნებული ხარ? მართლა საყვარლები არიან? მამა, ჩვენი კოლეგები მოვიდნენ. მალე გამოჯამრთელებული იყოს. გმადლობ. როგორ ხართ მამა ბაჰათინ? ყველაფერი ცუდი წარსულს წაიღოს. გმადლობ. და კითხვაზე გიბარებენ. ჩვენის თანასულელი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. როდის აქეთ დაიწყე სხვებისთვის ნამოსის მოწმენდა? ჩემ ოჯახს, ჩემ ძმას უღალატე. სიყვარულმა ასე როგორ დაგაბმავა, მიპასუხე. რამდენი ხანია რაც ეს გრძელდება? მითხარი თაჰირ. უკვე გითხრა ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. შენც კარგად იცი რომ აიჩასთან არაფერი მქონია. არაფერი. იმ გველს უნდა რომ ოსმანის ამბინან შენი დახმარებით გამოძვრალიყო. ყველას თანდასწრებით ხელი მოკიდა. და ჭაობში ამოგაყოფინა თავი. ვერ ხედავ ამ ჭაობში როგორ ჩაგითრია. შენც მისი ტყუილის თანამონაწილე გახდი. ყველამდე ლაფში ხარ. ეს რა სიყვარულია? ყოველ მეორესთან წვება. თუ ამას ვერ ხედავ. ვისიცა, ხელს ვისაფარებ. ვის? მიპასუხე. ძმა, თაჰირის ამბავი არ იცი? ქუჩაში კატა და ჩიტი რომ იპოვოს, სახლში მიყავს და პატრონობს. თქვენ წინააღმდეგ არაფერს აკეთებს. უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს. შენ კი გაჩვენდი. გაჩვენდი. შენ რა გინდა ჯემი? ვერ მოვალ. დაახვიეთ თქვენს და თქვენმა აგენტმაც. თვითონ მოაგვარეთ. დაურეკე, ილიასი არ მოდის. ვერაფერი გავიგე. მე ჩხობა და ტელეფონი გამითიშა. როგორც ჩანს სახლში უსიამოვნება აქვს. ძალიან გაბრაზებული იყო. მოსვლაზე უარი როგორ თქვა. არ უთხარი რომ შენობის სანახავად მივდიოდით და ჰელენეც იქ იქნებოდა. ძმა უთხარი, მაგრამ დილას აქეთ მასთან დარეკვას ვცდილობდი და არ მიპასუხა. ახლა კი ყურმელი დამიკიდა. კარგი, წამოდი.